ყველას მიულოცო გევანდელ დღესასწაულს. რა თქმა უნდა, ასე ვქონდა შესაძლებლობა, რომ მისი უწმინდესობის მიმოულოცა კიდევ ერთხელ მისი იუბილე. მე მინდა უსურვო თითოეულ ჩვენგანს, რომ ყოველ ახალ წელს ვხდებოდეთ უკეთესი განწყობით, ყოველ შობას ვხდებოდეთ მეტი ოპტიმიზმით. მე მინდა ვისურვოთ დღევანდელი წლისთვის, რომ არ დაუშვათ იმ ყველაფრის ძილის გამოთხრა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით ვაშენებდით. არ დაუშვათ ის გრევა, რომლითაც გვემუქრებიან, არ დაუშვათ უკან დაბრუნება ქვეყნის და ეს წარსულთან დაწყებული პაემანი, არასასურველი პაემანი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს დაასრულოს. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. შობა ეს არის მომავლის ზეიმი, ეს არის ახლის დაწყება. ჩვენ აღარასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთ წარსულში, არ უნდა გაგვეხსნას ეს წარსული და გაგვიშვას მომავალში და ამ ხრივ რა თქმა უნდა საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევა დღეს. მე ვარ რეალისტი, მაგრამ ამავე დროს მე ვარ ოპტიმისტი და მე მიმაჩნია რომ ყველანაირ დროით სიძნელებს გადავლახავთ, ყველანაირ შესაძლო რისკებს საქართველოს თავიდან გვერდზე გაწევს და გააგრძელებს თავის განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს, ჩვენი მომავალი ამას გვავალებს, ჩვენი შვილების ზრუნვა ამას შესაძლებლად გახდის ყველანაირი ამ პრობლემის გამოსწორებას. კიდევ ერთხელ ბედნიერი შობა ახალ წელს უსურვებთ თითოეულ ჩვენ თანამოქმედებს.